არაერთი ვიდეო გვაქვს გადაღებული ეგრეთ წოდებული ღრმა სახელმწიფოს შესახებ. კერძოდ სისტემატიზირებულად გავაკეთეთ ვიდეოები სესილ როუდსის შესახებ, ალფრედ მილნერის შესახებ, მრგვალი მაგიდის შესახებ, პილიგრიმების საზოგადოების შესახებ. ვნახეთ ბრიტანეთში როგორ ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი, შემდეგ როგორ რა როლი ითამაშა ამ დაფარულმა ორგანიზაციებმა პირველი მსოფლიო ომში, როგორ უდიდესი გავლენა იქონია იმაზე თუ როგორ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ახალი მსოფლიო წესრიგი 1919 წელს ვერსალის შეთანხმებით, ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შემდეგ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაციები, ეს ხალხი, მილნერის ეგრეთ წოდებული მილნერის საზოგადოება და ასე შემდეგ, მრგვალი მაგიდა, აყალიბებენ მეგობრებო ეგრეთ წოდებულ ნახევრად ღია ფრონტალურ ორგანიზაციებს, ჩვენ ესე დავარქვით, თუ გახსოვთ, ეს იყო Chatham House-ი, ანუ Royal Institute for International Affairs, რომელიც მდებარეობს ინგლისში და მისი ეგრეთ წოდებული და ორგანიზაცია, ანუ ეს ეძახიან sister organization, რომელიც არის Council on Foreign Relations-ი, რომელიც არის ასევე ეძახიან Pratt House, ადრე არ მიხსენებია, მაგრამ აი ესე Chatham House ხო ეძახიან, იმას ეძახიან Pratt House, ეს CFR-ი, Council on Foreign Relations და ეს ორი ორგანიზაცია, მეგობრებო, 1919-21 წლების შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის მათი ოფიციალური დაარსების თარიღები, უკვე რეალურად ანგლო-ამერიკულ establishments, რომელსაც ასე ეძახის ლეგენდარული ისტორიკოსი კაროლ კვიგლი, ჯორჯტაუნის ისტორიკოსი კაროლ კვიგლი, ჩვენთვის ძალიან ნაცნობი, ასე წიგნი დაწერა მან ეს Anglo-American Establishment, ვისაც საერთოდ აინტერესებს როგორ მუშაობს ეს სამყარო, უნდა ეგ წიგნი წაიკითხოს. თორე ისე არაფერი არ იცის საერთოდ პოლიტიკოსმაც კი. და რა მინდა ეხლა რატო ვსაუბრობ ამაზე? იმიტომ რომ ამ ვიდეოში მეგობრებო მე მინდა განახოთ უკვე მეორე მსოფლიო ომამდე როგორ დაიგეგმა გინდა იჯერეთ გინდა რა მეორე მსოფლიო ომამდე უკვე დაიგეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. დიახ, ძვირფასო მეგობრებო, აი რა ვიცი, ცოტა ისე ჟღერს რა, რაღაცა დაუჯერებლად ან რაღაც არ ვიცი, ცოტა არასასიამოვნოთ ალბათ, რომ ესე იგი ვიღაცები გეგმავენ ომის დაწყებამდე ომის შემდგომ პერიოდს. რა არის, რაზეა საუბარი? ნახეთ, ეს მე რო ვახსენე Council on Foreign Relations. პოლონეთში როდესაც შეიჭრა გერმანია, ორი კვირაზე ნაკლებ დროში მას შეჭრის შემდეგ და პერლ ჰარბორზე ამერიკის გახსოვთ ხო პერლ ჰარბორზე იაპონია რო თავს დაესხა და უკვე ვიცით რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში რომ აიძულა იაპონია რომ დარტყმა განხორციელებულიყო. აი პერლ ჰარბორის დარტყმამდე 2 წლით ადრე ვიმეორებ 2 წლით ადრე CFR-მა Council on Foreign Relations-მა, ანუ აი იმან რომელსაც ვისაუბრეთ, უკვე დაიწყო ომისთვის საოცრად ამბიციური სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ვიმეორებ. მანამდე სანამ 2 წლით ადრე, სანამ საერთოდ ჩანასახშიც არ იყო ამერიკის ჩართვა ომში. 2 წელია წინ კიდე სანამ პერლ ჰარბორს დაარტყავენ, CFR-ი Council on Foreign Relations-ი ამერიკის შეერთებული შტატების ნახევრად ღია ეგრეთ წოდებული think tank-ი უკვე ფიქრობს ამერიკა როგორ ჩართოს ომში. ომი არ არის დაწყებული. ანუ რაზე ფიქრობს? სქემები გვაქვს ომში ამერიკის ჩართვის და ასევე გვაქვს არა თუ მარტო ჩართვის, არამედ ამერიკის გამარჯვებისა და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის შრომები. და ამ ორგანიზაციას CFR-ში, რომელიც ამ ჯგუფს, რომელიც ამას აკეთებდა, ერქვა ომისა და მშვიდობის კვლევის პროექტი. War and Peace Studies Project, რომელსაც როკფელერები აფინანსებდნენ. თვითონ ეს ასე ვთქვათ პროექტი
ნომინალურად ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღნიშნე ეს ელიტების დაფინანსებულია, კერძოდ როკფელერების და CFR-ში სწორედ ჯგუფი იყო გამოყოფილი. ანუ რაზეა საუბარი? ეს პროექტი მოითხოვდა აშიშს ემოქმედა როგორც ვრცელი კაპიტალისტური იმპერიის ჰეგემონი, რაც უზრუნველყოფდა აშიშს და მისი უმცროსი პარტნიორების დომინირებას გლობალურ რესურსებსა და ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ხალხო, მილიონჯერ აღვიღნიშნავს რა, ერთ-ერთი რაც აინტერესებთ ამათ არის ფული და რესურსები, ძვირფასო მეგობრებო, რომელიც შემდეგ უნდა კონვერტირდეს ნელ-ნელა სოფლიო დომინირებაში. და ასე ვთქვათ, არა მარტო სოფლიო დომინირებაში, არამედ სოფლიო ერთი მთავრობის შექმნა უნდათ, ამაზეც გვაქვს ნასაუბრები არაერთ ვიდეოში დოკუმენტურად. როდესაც აქ საუბრობთ, ყველაფერზე საუბრობთ, დოკუმენტურად საუბრობთ, აი ერთიანი წერია აქ და აი ნახეთ, ეს ერთიანი რა არის, აგერ არის ეს ერთიანი. აგერ ბატონო, ეს არის სხვა წყაროები. ამ გრანდიოზული გეგმებისთვის საზოგადოებრივი თანხმობის მოსაპოვებლად Council on Foreign Relations ეყრდნობოდა საბჭოს წევრსა და მედია მაგნატს ჰენრი ლუსს. დაივახსოვროთ, ჰენრი ლუსი. მან დაწერა ესე ამერიკული საუკუნე და წარმოადგინა ამ ამერიკულ საუკუნეში ამ ესეში Council on Foreign Relations ხედვის არგუმენტაცია. რა თქმა უნდა, ამ იმაში ესეში არ ჩანდა ვინ აფინანსებდა ისინი და ვინ იყვნენ, ასე ვთქვათ, ეს პლუტოკრატები, რომლებიც აი ამ ელიტები არავინ არ იყო ნახსენები, რა თქმა უნდა. ეს ხედვა ლუსისეული, ანუ Deep State-ის ხედვა, გარკვეულ წინააღმდეგობას შეხვდა. ყველაზე ცნობილი ოპონენტი ამ გეგმისა იყო რუზველტის ვიცე-პრეზიდენტი ჰენრი უოლესი. ვიცე-პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლა არსებობს, ეგრეთ წოდებული რიგითი ადამიანის საუკუნე. მოდით შევადაროთ სათაურები. ჰენრი ლუსის ესე ამერიკული საუკუნე და მისი მოწინააღმდეგე რიგითი ადამიანის საუკუნე. ეს იყო პირდაპირ დაპირისპირება პატრიოტებისა გლობალისტებთან. თუმცა გლობალისტებმა გაიმარჯვეს. როგორ გაიმარჯვეს? რა თქმა უნდა, ისევ მანიპულაციებით. ლუსის ფრაქციის გამარჯვება წინასწარ იყო განსაზღვრული. ანუ გლობალისტების გამარჯვება. რითი? ეს გადატრიალება შიდა ელიტებს შორის ცნობილია როგორც ეგრეთ წოდებული პოლის გადატრიალება, პოლის კუ, რომელზეც მომავალში ვისაუბრებთ და ასე დაიბადა ამერიკული ღრმა სახელმწიფო და ეგრეთ წოდებული, რომელიც შემდეგ კონვერტირდა სხვადასხვა ფორმებში, რომელსაც მომავალში ვნახავთ, მაგრამ ანუ რის თქმამიდან ნახეთ მეგობრებო, ეს ვიდეო რატო გავაკეთე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და ამერიკას ჩართვა საერთოდ იმაშიც არ იყო მეორე მსოფლიო ომის საერთოდ ამერიკა არ აპირებდა ჩართვას, იმიტომ რუზველტის ეგიდით 1925 წელს neutrality act იყო მიღებული, ანუ ამერიკის ნეიტრალურობის აქტი მიიღეს და რუზველტმა მოიგო არჩევნები იმით, რომ დაპირდა ამერიკელ ხალხს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ევროპაში, ჩვენ არასდროს აღარ ჩავერთვებით ომში, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის გამოცდილება ძალიან მწარედ ახსოვდა ამერიკელებს. მიუხედავად ამისა, 2 წლით ადრე სანამ პერლ ჰარბორს იაპონია დაარტყავდა, Council on Foreign Relations უკვე დაგეგმილი ქონდა, ოფიციალურად დაგეგმილი ქონდა ამერიკის არა მარტო ჩართვა მეორე მსოფლიო ომში, არამედ მისი ომის შემდგომი დომინირების გეგმები იყო განსაზღვრული. აი ასეთი ამბავია მეგობრებო და ჩვენ უნდა გვესმოდეს ასეთი ხედვა გქონდეს დიდი სურათის, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. დროებით